ეს ისლამ მახაჩევია, პროფესიონალი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 26 ჩხუბიდან 25 დაასრულა გამარჯვებით და ერთი წაგება აქვს, ისაც ძალიან შორეულ წარსულში 2015 წელს. ისლამ მახაჩევი pound for pound-ის რეიტინგში პირველ ნომრად არის, ანუ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი არის UFC-ის ისტორიაში. 18 იანვარს კი ახალქალაქელი არმან ცარუკიანი ეცდება მახაჩევის ტიტულის ჩამორთმევას. დღეს მინდა გაგაცნოთ ახალქალაქელი არმან ცარუკიანი და შევხედოთ ერთი როგორ ჩხუბობს და რა მიღწევები აქვს მას. ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია 70 კილოგრამ დივიზიონის მეფის ისლამ მახაჩევის დომინაციის ერა დაასრულოს. ის დგომშიც ძალიან ძლიერია და უდაოდ კარგად ჭიდაობს. არმან ცარუკიანი საქართველოში დაბადებული ეთნიკურად სომეხი მებრძოლი აპირებს 18 იანვარს ოქტაგონზე შეხვედრას ამ სპორტის ცოცხალ ლეგენდასთან ისლამ მახაჩევთან. ზუსტად ამ დღეს ტიტულის დაცვისთვის მერაბ დვალიშვილი გამართავს ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვთან. დღეს გაგაცნობთ ახალქალაქელ მებრძოლს, რომელიც მოგების შემთხვევაში ჯერ იქვე დვალიშვილთან ერთად აპირებს გამარჯვების აღნიშნავს ქართულ სომხური ცეკვით და შემდეგ პირველ რიგში ქამრის ჩატანას საქართველოში. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ უდაოდ საინტერესო ბრძოლაზე. იქამდე კი განვიხილოთ რა დონის სპორტსმენი ახალქალაქელი, რომელიც სულ მალე შეერკინება pound for pound-ის რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ დაუმარცხებელ დაღესტნელს. ცარუკიანი დაიბადა 1996 წელს საქართველოში ქალაქ ახალქალაქში. თავისი დაბადების ადგილის და ტრადიციების საპატივცემულოდ მან ზედმეტი სახელი ახალქალაქელი შეირქვა და დღემდე ამ სახელის გაგონებისას ოქტაგონზე მისი მეტოქეები მაგრად ნერვიულობენ. არმანი 3 წლიდან ოჯახთან ერთად რუსეთში გადაწყობდა, სადაც ადრეული ასაკიდან თავისუფალი ჭიდაობით იყო გატაცებული, თუმცა იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან პოპულარული იყო ჰოკეი და ახალქალაქელმა თავისი ძალები ამ სპორტშიც მოსინჯა. ცარუკიანმა ჰოკეიში მაინდამაინც დიდ შედეგებს ვერ მიაღწია და ისევ დაუბრუნდა ჭიდაობას და თავი დაუთმო შერეული ორთაბრძოლების განვითარებას. ახალქალაქელის მამა შეძლებული ბიზნესმენია, მას საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს და ფულს ნამდვილად არ უჩივის. თავისი შვილების კეთილდღეობისთვის ის არაფერს იშურებს. არმან სხვა დანარჩენ მებრძოლების უმრავლესობასთან შედარებით უდარდელი ცხოვრება აქვს. მამამისი მას ბავშვობიდანვე ხელის გულზე ატარებდა და ყველანაირად გვერდში ედგა. ამასთანავე ერთად ასწავლიდა დისციპლინას, მშობლების პატივისცემას და რაც თავარია მიზნების მიღწევას საკუთარი შრომით, რომელსაც მომავალში ჩააბარებდა თავის ბიზნესს და პენსიაზე სადმე სანაპიროზე წამოუწვებოდა. მაგრამ ახალქალაქელმა აირჩია საკუთარი გზა, გაეკვალა თავისი სისხლით და ოფლით პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ეს მას გამოუვიდა. კაცი მალე ამ სპორტის ლეგენდას შეხვდება და სერიოზული პრეტენზიები აქვს ჩემპიონობაზე. არასოდეს არაფერი მაგლა, მამა ჩემი ბიზნესმენია, ჩემი ძმაც მოაწყო საკუთარი სამშენებლო კომპანია დაარსებინა. მე კი ორივეჯერ უსაქმურს მეძახიან, მაგრამ მე ეს უსაქმურობა არც თუ ისე ცუდად გამომდის. მე სხვებთან შედარებით მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ჩხუბი. ამით სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება ვიღაცა ფულისთვის ჩხუბობს, ვიღაცას კი ეშინია წააგოს, არ უნდა თავისი გუნდი უხერხულში ჩააგდოს. მე კი ამით ვკაიფობ და ალბათ ეს მე ბევრად კარგ პოზიციაში მსვავს მენტალურად სხვებთან შედარებით. ამ კაიფით და ვარჯიშებით ახალქალაქელმა იმდენი იქნა, რომ 17 წლის ასაკში ეგრევე პროფესიონალებს შევარდა ოქტაგონზე. წარმოიდგინეთ, ტიპს არასოდეს არ უჩხუბია ოფიციალურად არსად, არც სამოყვარულო ბრძოლა ჩაუტარებია და უკვე კაცი ჭამიებთან ერთად იდგა გალიაში. დღეს მინდა გავამახვილო ყურადღება უმეტესად ცარუკიანის მოღვაწეობაზე UFC-ში, ამიტომ მოკლე გეტყვით, რომ ახალქალაქელმა პროფესიონალებში 17 წლის ამ შეადგა ფეხი და 5 წლის განმავლობაში 14 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 13 მოიგო. ძირითადად უმეტესი ბრძოლა მან ფინიშით დაასრულა, ზოგი დაანოკაუტა, ზოგი კი დაახრჩო. ამ 5 წლის განმავლობაში ახალქალაქელი არც ჭიდაობას ივიწყებდა და რუსეთის ჩემპიონიც გახდა პარალელურად. ასევე კრივის განვითარებაზე ზრუნავდა, სადაც კარგი პროგრესი ჰქონდა და აი ასეთ კარგ ფორმაში გააფორმა კონტრაქტი UFC-სთან 2019 წელს. 22 წლის ცარუკიანს პირველივე ბრძოლაში ახვედრებენ ისლამ მახაჩევს. დიახ, იმ ისლამს, რომელსაც ამ ბრძოლის მერე ახალქალაქელი შეხვდება 6 წლის შემდეგ რევანშით სატიტულო ბრძოლაში 18 იანვარს. 3 კვირით ადრე მირეკავს მენეჯერი და მეუბნება UFC-სთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. გაემზადე მახაჩევთან საჩხუბრათო. მე მაგრად გამიხარდა, ჩემი ოცნება ახდე UFC-ში ვიჩხუბებ. ახალქალაქელმა თავისი სადებიუტო ბრძოლა კარგი შემართებით დაიწყო დაღესტნელის წინააღმდეგ. მაგ დროისათვის ისლამს 17 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 16 გამარჯვება ჰქონდა. UFC-ში კი 6 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. პირველ რაუნდში ცარუკიანმა თეიქდაუნების მცდელობებით შეაწუხა ისლამი, რა დროსაც დაღესტნელმა გამოუსვა ფეხი და იპონზე მოსვა დებიუტანტი. მახაჩევი ჭიდაობის მასტერკლასს აჩვენებდა ოპონენტს, მაგრამ ახალქალაქელი ოსტატურად ზურებოდა სახიფათო ზონიდან. მეტიც ის თავად უტევდა დაღესტნელს და ცდილობდა პარტერში დომინაციას. პირველი რაუნდი ასე თანაბარ ბრძოლაში დასრულდა, ვიტყოდი მცირე ცარუკიანის უპირატესობით ალბათ.
მახაჩევის ჩხუბებს სულ უყურებდი, ვიცოდი რომ ცაცია იყო, ვიცოდი რომ კარგად ჭიდაობს. მე კი სულ 3 კვირა მქონდა მოსამზადებლად. ეხლა მე კი არ წუწუნებ, უბრალოდ ვიცი, მეტი დრო რომ მქონოდა, ბევრად უფრო კარგად ვიჩხუბებდი. ამ 3 კვირაში ნორმალური სპარინგ პარტნიორიც ვერ ვიპოვე, რომელიც კარგათაც ჭიდაობს, კარგათაც ურტყავს და თან არის ცაცია. მეორე რაუნდში მახაჩევი ცდილობდა პარტეში გადაყვანილი ახალქალაქელის გაკონტროლებას, მაგრამ ცარუკიანს ყოფნი და ძალა აქედანაც გამომძვრალიყო და კონტრშეტევით ეპასუხა. ეს რაუნდიც ასე თანაბრად მიიყვანეს ბოლოში მებრძოლებმა. მესამე რაუნდში მებრძოლებმა დგომში დაიწყეს, სადაც ერთმანეთს ცოტა მოუსინჯეს ყბის გამძლეობა და 1-2 ერთმანეთს მოუქნიეს. ამის მერე ახალქალაქელი შეუვარდა ოპონენტს ფეხებში და ბრძოლა ისევ ჭიდაობაზე გადაირთო. ძალიან მცირე უპირატესობით ჭიდაობის კონტროლის მეშვეობით ამ რაუნდში ისლამი დომინირებდა. მან 2 ტეიქდაუნი წარმატებულად განახორციელა, თუმცა ცარუკიანი ოსტატურად ძვრებოდა და არ აძლევდა მახაჩევს პარტეში მისთვის დარტყმები მიეყენებინა. როგორც ბევრი ამ საქმის ექსპერტი იძახის, ეს ისლამის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამარჯვება იყო, მაგრამ ისლამი დღეს თვითონ იძახის, რომ პირველი ბრძოლა ვოლკანოვსკისთან უფრო რთული იყო მის კარიერაში. მოკლედ ეს შერკინება ასე თანაბარ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით მახაჩევმა მოიგო. UFC-ში სადებიუტო მარცხის შემდეგ ცარუკიანის და მახაჩევის გზები გაიყო 5 წლით. დაღესტნელმა ამ ბრძოლის მერე 9 ბრძოლა ზედიზედ მოიგო, სადაც მოასწრო ტიტულის მოპოვება, 3-ჯერ ამ ტიტულის დაცვა და pound for pound-ის რეიტინგში საუკეთესო მებრძოლის სტატუსი მოიპოვა. მეგონა პარტიაში გამიადვილდებოდა ბრძოლა, მაგრამ არმანი ძლიერი ბიჭი აღმოჩნდა. ის ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. ფიქრობ, რომ მეტი გამოცდილებაა საჭირო და ვარჯიშების ჭკვიანურად დალაგებაა. მე მჯერა, რომ ძალიან თუ მოვინდომე, რევანშის მოგებაც შესაძლებელია. მარცხის მიუხედავად ამ ბრძოლამ არმანს დიდი мотиваცია შესძინა და კულისებში ეგრევე წავიდა საუბარი მასზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლზე მსუბუქ ზონაში. რამდენიმე თვიანი მზადების შემდეგ ახალქალაქელის უკვე უკეთესი ვერსია იდგა გალიაში გამოცდილ ოლივერ მერციერის წინააღმდეგ. ცარუკიანმა აშკარა დომინაციით მოიგო ეს ბრძოლა და ითხოვდა მორიგ ბევრად სერიოზულ მეტოქეს. 2020 წელს UFC-მ ახალქალაქელს ოქტაგონზე ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამრის ფლობელს გამოცდილ დევი რამოს ახვედრებენ, რომელსაც წინა ბრძოლა მახაჩევთან ჰქონდა წაგებული. ამ ჩხუბში ახალქალაქელი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მართალია მან ეს ბრძოლა ფინიშის გარეშე მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, მაგრამ მთელი ჩხუბის განმავლობაში ის ბევრად უკეთესი იყო როგორც დგომში, ასევე პარტერშიც. მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ცარუკიანმა მესამე გამარჯვება მოიპოვა UFC-ში. ახალი 2021 წელი ახალქალაქელმა დაიწყო მეტ ფრეოლასთან შერკინებით. ამ ბრძოლაში ცარუკიანი აშკარად უკეთესი იყო თავის მოწინააღმდეგეზე. ბევრჯერ ტეიქდაუნით გადაიყვანა ამერიკელი პარტერში, სადაც კარგად აკონტროლებდა და შიგადაში უკაკუნებდა თავში კიდეც. დგომშიც რამდენჯერაც მოუწია არმანს ჩხუბი უკეთესი იყო და ბევრად დამაზიანებელ დარტყმებს ისროდა მეტოქესთან შედარებით. მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ცარუკიანმა მესამე გამარჯვება მოიპოვა UFC-ში. ამავე წლის სექტემბერში არმანს გალიაში ხვდება ქრისტოს გიაგოსი. კულისებში კი წავიდა საუბარი, რომ დროა ცარუკიანმა დაიწყოს მოწინააღმდეგეების დაფინიშება. ეს საუბრები ახალქალაქელის ყურებამდეც მივიდა და პირველივე რაუნდში ჯერ ძლიერი ცაცია გაუჯინა მეტოქეს და მერე დაგდებულს თავს დაესხა. რითიც აჩვენა ყველას, რომ დგომშიც და ჭიდაობაშიც ის მშვენივრად გრძნობს თავს და ნოკაუტით დასრულება ბრძოლის უპრობლემოდ შეუძლია. 2022 წელს ცარუკიანისთვის დაიწყო სერიოზული ბრძოლით იუელ ალვარესთან. ესპანელი ძალიან საშიშკო ოპონენტად ითვლებოდა, იყო გამოცდილი და UFC-ში მოდიოდა 4 გამარჯვებით ზედიზედ. პირველივე რაუნდში ჩანდა, რომ ახალქალაქის კარტოფილს მეტი ჯანი მოაქვს ვიდრე ესპანურ გასპაჩოს. საწყალი ესპანელი მაინც გავიდა მეორე რაუნდში. ახალქალაქელმა გააგრძელა ალვარესის გასისხლიანება, მებრძოლმა იმდენი სისხლი დაღვარა, რომ რამოდენიმე თვე დონორადაც აღარ ივარგებდა. მსაჯმა გააჩერა ეს სისხლიანი შოუ, ცარუკიანმა კი მეხუთე ზედიზედ გამარჯვებას მოაწერა ხელი ესპანელის სახეზე სისხლიანი ასოებით.
ამავე 2022 წლის ზაფხულში ცარუკიანი ხვდება ტიტულოვან და გამოცდილ პოლონელს მატეუშ გამროც. ეს პირველი 5 რაუნდიანი შერკინება იყო ახალქალაქელისთვის. პოლონელი სერიოზული მებრძოლი იყო, სანამ UFC-ში მოხვდებოდა მატეუშმა პრესტიჟულ პრომოუშენში მოიპოვა ტიტული და მოასწრო ამ ტიტულის 5-ჯერ დაცვა. UFC-ში პირველი ბრძოლა მან წააგო ქართველთან გურამ ქუთათელაძესთან და მის მერე 4 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა. მოკლედ რომ გადავხედოთ ახალქალაქელის და პოლონელის ბრძოლას, ჩანდა რომ ცარუკიანი მას ჯობდა. ნოკდაუნშიც გაუშვა თავისი მეტოქი და 4 რაუნდი მცირე უპირატესობით იგებდა. მეხუთე რაუნდში კი მატეუში უფრო აქტიური იყო, თუმცა როცა მოვიდა გამარჯვებულების გამოცხადების დრო, საჯება ყველასათვის მოულოდნელად გამარჯვება პოლონელს მიუსაჯეს. ეს მართლაც ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ვიცი რომ ეჩხუბი მე მოვიგე, 4 რაუნდი უეჭველი ჩემი იყო. UFC-ს ხელმძღვანელობა, ექსპერტები, ყველა აბსოლუტურად არ ეთანხმებიან საჯების გადაწყვეტილებას. იმ საღამოს UFC-მ ახალი კონტრაქტი გამიფორმა, უფრო დიდი თანხის გამომუშავებას შეუძლებდი, მაგრამ მე ფული საერთოდ არ მაინტერესებს, მე ტიტული მჭირდება და რაც არ უნდა მოხდეს, მე გავხდები მაინც ჩემპიონი. ეს ცარუკიანისთვის ორჯერ საწყენი მარცხი იყო, რადგან ამავე საღამოს ისლამ მახაჩევმა სატიტულო ბრძოლა მოიგო ლეგენდარულ ჩარლზ ოლივერასთან და გახდა UFC-ს ჩემპიონი. დაღესტნელმა თავისი მეტოქი მეორე რაუნდში დაახრჩა და ზედიზედ მე-11 გამარჯვება გაიფორმა UFC-ში. 6 თვის განმავლობაში გაბრაზებული არმანი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მუშაობდა მინუსებზე. UFC-მ მას სერიოზული მეტოქი შეურჩია დამիր ისმაგულოვი, რომელიც 19 გამარჯვებით ზედიზედ მოდიოდა, საიდანაც 5 გამარჯვება ზედიზედ UFC-ში მოიპოვა. ეს ბრძოლა არ იყო ძალიან სანახაობრივი, არმანმა ჭირაობა ირჩია და ამის მეშვეობით 3-ვე რაუნდი აკონტროლებდა მეტოქეს პარტერში და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო ეს შერკინება და ისევ დადგა გამარჯვების ბილიკზე. ამ გამარჯვებით ცარუკიანი რეიტინგით მერვე პოზიციაზე ავიდა. ტოპ 5-დან კი არავის უნდოდა მასთან ბრძოლა და 6 თვის განმავლობაში ახალქალაქელი ლოდინის რეჟიმში იყო, რა დროსაც UFC-მ მას უპოვა მეტოქე იოაჰიმ სილვას სახით. მთელი პირველი რაუნდის განმავლობაში არმანი მეტოქის დაღეჭვით იყო დაკავებული პარტერში. თითქოს ვარჯიშზე ტომარას ამუშავებდა. მეორე რაუნდში სილვა მოახერხა და გაუტარა ცარუკიანს ძლიერი დარტყმა, მაგრამ ახალქალაქელმა უცებ გადაიტანა შერკინება პარტერში და ეს რაუნდი თავის სასარგებლოდ პარტერში გაატარა. მესამე რაუნდში თითქოს უფრო ძლიერი ცარუკიანის ვერსია შემოვიდა ოქტაგონზე. მან წააქცია თავისი მეტოქე და სომხური ლავაშივით დაუწყო მას გაბრტყელება. საჯი ეთყობა არ იყო სომხური სამზარეულოს მოყვარული და გააჩერა ცარუკიანის ეს კულინარიული შედევრი. რიციც ახალქალაქელმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა ნოკაუტით. მე ვამბობდი რომ დავანოკაუტებდი ამ ტიპს. ხედავთ, რასაც მე ვიძახი, ყველაფერს ვასრულებ. ტყუილად სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი. UFC-ში გატარებული 4 წლის განმავლობაში ცარუკიანმა 9 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, პლუს 3 ბრუტალური ფინიში გააფორმა. UFC-ს ბოსებმა ჩათვალეს საჭიროდ მიეცათ ახალქალაქელისთვის კარგი მეტოქე და ჩაუსვეს ბრძოლაში ბენიილ დარიუში. გამოცდილი დარიუში 8 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა UFC-ში, წინა ბოლო მარცხი თუ არ ჩავთვალეთ ჩარლზ ოლივერასთან და იკავებდა ტოპ 5-ში თავის ადგილს. ამ შერკინებაში ახალქალაქელმა პირველივე წუთს უძლიერესი მუხლის დარტყმით დაამსგავსა მეტოქე სომხურ ტოლმას, რომელიც ლამაზად იდო თეფზე გამზადებული. ეს იყო სომეხის პირველი ასეთი სწრაფი ნოკაუტი. შემდეგი ბრძოლა მე ტიტულისთვის მინდა, მაგრამ რომაც არ იყოს არ მაინტერესებს, მე კიდევ ვინმე ვცემ და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ მე არ გავხდები ამ დივიზიონის ჩემპიონი. დამიჯერეთ, ეს აუცილებლად ასე მოხდება. ამასობაში ამავე 2023 წელს მახაჩევმა ორჯერ დაიცვა თავისი ხამარი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. პირველ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო ავსტრალიას და მეორე ბრძოლაში ნოკაუტით. და აი როგორც იქნა ახალქალაქელის საპრეტენდენტო ბრძოლას ეღირსა. დანა უაიტმა ინტერვიუში თქვა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ტიტულისთვის იბრძოლებს მახაჩევთან. ცარუკიანს წინ უყენეს ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივერა. ამ მებრძოლზე ცალკეა სალაპარაკოთ ამ ბევრი. ბრაზილიას თავის კარიერაში UFC-ში 20 ფინიში აქვს მოპოვებული, ასევე ის მსოფლიო ჩემპიონი იყო ჯიუ-ჯიტსუში. ცნობილია სანახაობრივი ბრძოლის სტილით, მოკლედ ძალიან მაგარი ტიპია, რომელსაც მახაჩევთან ჰქონდა ერთი წაგება. ცარუკიანისთვის ეს ცხოვრებაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ყველა ვარიანტში უნდა მოიგო ეს ომი, თავის ოცნებიდან ერთ ნაბიჯში იყო. პირველივე რაუნდში ბრაზილიელმა აგრძნობინა არმანს, რომ ვიღაცა რიგითი მებრძოლი არაა. ფეხით მოცელა ის და ცდილობდა მახრჩობელაზე წამოეყოლა ოპონენტი. ახალქალაქელს მართლაც კარგი ძალა აქვს. მან მაინც მოახერხა ადგომა ზედაკიდული ოლივერათი და აქვე გილიოტინაში მოყვა. ბრაზილიული ანაკონდა მას არ უშვებდა.
და როცა ყველას ეგონა ის რაც ეგონა, ცარუკიანს თითქოს ტურბო ერთვება და ძრება გადაყავს მეტოქე პარტერში და ზემოდან უკვე აკონტროლებს მას რაუნდის ბოლომდე 2 წუთზე მეტი. თან გზადაგზა უკაკუნებდა ოპონენტს თავში. ორივე გასწორებულში იყო, ყველა ხედავდა რა უმაგრესი დონის მეომრები შეერკინენ ერთმანეთს. თან ერთმანეთის მიმართ ისინი დიდ პატივცემას გამოხატავდნენ, ეს იყო ნამდვილი კაცური ხელჩართული ჩხუბი. მეორე რაუნდში ჯერ მდგომში დასცხეს ერთმანეთს, ორივე მოუსინჯა ერთმანეთს ყბა. ახალქალაქელმა ერთი ლამაზად ფეხით ჩააფარა ბრაზილიას და თვითონვე ტეიქდაუნით შეუვარდა და მეორე მცდელობაზე უკვე ზემოდან შებოჭილი აკონტროლებდა მას. არმანმა მთელი რაუნდი ზემოდან გაატარა. არ ვიცი ოლივერამ როგორ გაუძლო ამდენ იდავს, ამდენ მურს. მთელი რინგი ბრაზილიელის სისხლში იყო მორწმული. მესამე რაუნდის ჩხუბით დაიწყო დგომში. ოლივერა კი ისროდა დარტყმეს, მაგრამ მიზანში იშვიათად ხვდებოდა და აი ცარუკიანის დარტყმები ზუსტად მიზანში მიფრინავდა. კლინჩით შეუვარდნენ ერთმანეთს, თუმცა ახალქალაქელი აქედანაც დარტყმით გამოძვრა. მერე ისევ დგომში დაუშვეს, სადაც ცარუკიანი კიდევ უფრო ზუსტი იყო. ახალქალაქელმა დაათეიქდაუნა ბრაზილიელი, მაგრამ თვითონვე მოყვა მახრჩობელაში, საიდანაც კიდევ გამოძვრა და გააგრძელა პრესინგი. ბოლო წამებზე ოლივერამ მოიკრიფა ძალა და ეცადა ცარუკიანის დახჩობას. ეს რამოდენიმე წამიანი უჰაერობა ახალქალაქელისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. და აი როგორც იქნა ახალქალაქელის ოცნება ახდა, ის რევანშით იბრძოლებს მახაჩევთან და თან ტიტულზე. აუცილებლად დაწერეთ თქვენი პროგნოზი კომენტარებში, რას ფიქრობთ, რა მოხდება ამ უდაოდ საინტერესო შერკინებაში 18 იანვარს. პარალელურად კი ამავე 2024 წელს მახაჩევმა სისხლით და ოფლით თავისი ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა არანაკლებად ამ დივიზიონში ცნობილ დასტინ პორიერთან. ეს ისეთი მაგარი ჩხუბი იყო, რომ არ მოგბეზდება ამის ყურება. გირჩევთ ნახოთ და დატკბეთ უმაღლესი კლასის ბრძოლით. The world Islam Makhachev. ეხლა კი 18 იანვარს დიდი შერკინება გველის ცარუკიანს, რომელიც მშიერია და მარტო ტიტული თუ გააძღობს მას და მახაჩევს შორის, რომელიც უნიკალური მებრძოლია, გადაუარა ყველას და აღიარებულ იქნა pound for pound-ის რეიტინგში ნომერ 1 მებრძოლად. მართალია არ ვიცი რომელი მოიგებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან სანახაობრივი, პრინციპული და ბრუტალური ჩხუბი იქნება, რომელიც არ უნდა გამაზო და უნდა უყურო. ასევე 18 იანვარი ორჯერ უფრო საინტერესოა, რადგან ამ დღეს ჩვენი ქართველი დვალიშვილი დაიცავს თავის ტიტულს უმარ ნურმაგომედოვთან. ისლამი არ არის ვიღაცა განსაკუთრებული, ყველას რომ გონია 22-ის რომ ვიყავი, მაშინ უკვე შევძელი მისი დაგდება. ეხლა კი ბევრად ძლიერი და გამოცდილი ვარ. ჩემი აზრით მახაჩევს მეტი აქვს სანერვიულო, რადგან მას ტიტული აქვს დასაცავი და ვალდებულია მოიგოს ეს ბრძოლა. ჰაბიბის გუნდი არ მიიღებს მისგან წაგებას. მე კი მკიდია, ვერავინ ვერაფერს მეტყვის რომ სწავაგო. მე მაგრად მიყვარს ჩხუბი და იქ ჩემი საყვარელი საქმის აკეთებლად შევდივარ. ვიჩხუბებ სიამოვნებით და მოვიგებ კიდეც. არც რეიტინგი მანაღლებს და არც ფული. მე იქ მოსაგებად შევდივარ და ჩემპიონის ტიტულით გამოვალ. მე სულ მინდოდა ჩხუბის საუკეთესოებთან. ვფიქრობ, რომ არმანი ნამდვილად ძლიერი მებრძოლია და ის იმსახურებს სატიტულო ბრძოლას. ამ ბრძოლის მერე უფრო მძიმე დივიზიონში გამოსვლაზეც მიფიქრია. იქ ბილალია, მოკლედ არ ვიცი, ვნახოთ რა მოხდება ახლო მომავალში. უმარი მაგარი მებრძოლია, თავიდანვე ყველას გვერდში გვედგა. ჯერ გვეხმარებოდა, ეხლა კი ხედავთ სატიტულო ბრძოლა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ორივეს გამარჯვება დიდი ზეიმი იქნება ჩვენი გუნდისთვის.